ხო, მე ვფიქრობ, რომ უბრალოდ კი არ დავბრუნდით რაღაც, როგორც ჩანს, უკვე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღეს. რჩება შთაბეჭდილება, რომ ბიძინას ნერვებმა უტყუნა ერთგვარად, ხო? იმიტომ რომ მან ყველაფერი გააკეთა ეს აბსოლუტური ძალაუფლების მოპოვებისთვის, ბოლო ინსტიტუტი იყო, ხო, რომელიც მეტნაკლებად ავტორიტეტული, რომელიც მეტნაკლებ დამოუკიდებლობას ინარჩუნებდა, მართლმადიდებლური ეკლესია მაქვს ხედველობაში, იქაც ყველაფერი მოაგვარა და გასაგებია, რომ ეს ძალაუფლება მე სარფიანად უნდა მიეყიდა, ხო, რომ აი ესეთი მიიღეთ როგორც ვარ და ხედავს, რომ არ იღებენ მაინც. შესაბამისად, ნერვებმა უტყუნა და უკვე დაიწყო აი ერთგვარი ესე რომ ვთქვათ, ესეთი პლატფორმის შექმნა, რასაც ქვია, ესეთი ულტრა კონსერვატული თეოკრატიის ელემენტებით, ხო? ხო და მთელი კასკადი ვიხილეთ ჩვენ, აქ არ არის საუბარი მხოლოდ პრემიერ-მინისტრის რაღაც წერილის კითხვაზე, ხო? წერილის კითხვაზე, აქ სხვა ელემენტებიც გამოჩნდა, მაინც საინტერესოა. დიახ. ხო, კალაძემ რომ სამძიმრის წერილი მიწერა გერმანიას, ეგეც ამ კონტექსტში შედის, მაგრამ ხო, პაპუაშვილზე საერთოდ ლაპარაკი ზედმეტია, ხო, ეს სისტემურად შეურაცხყოფს ევროკავშირს, ფაქტობრივად ესეთი რეციდივისტის ქმედებას ეწევა ხელისუფალი, ხო, რეციდივისტის, რომელიც ესე რომ პერმანენტულად ყოველდღურად არღვევს საქართველოს კონსტიტუციას, ხო, სადაც პირდაპირ შავი თეთრზე წერია, რომ ყველაფერი უნდა გააკეთოს ხელისუფალმა ევროკავშირში ინტეგრაციისთვის, ამ დროს ყველაფერი პირიქით კეთდება, ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ევროკავშირის კარი დაიკეტოს, ხო? ფაქტობრივად ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, რაც ისინი დღეს ჩადიან ამ ეპისტოლარულ ჟანრში იქნება განცხადებები თუ ასე შემდეგ, რაზეც თავის დროზე დადგება დრო, პრინციპში მათ მოუწევთ ძალიან სერიოზული და არა მხოლოდ პოლიტიკური პასუხისმგებლობა. აი ესეთი მოცემულობა შექმნეს. რაც შეეხება მიზეზებს, მიზეზი ერთი გითხარით უკვე, რომ ეს ვაჭრობის სივრცე როგორც ჩანს აღარ არის, ჩაიქნიეს ხელი ამგვარი პოლიტიკის გატარებაზე. გარდა ამისა, მე ვფიქრობ, რომ აქ ჩანს რუსეთის ხელიც გარკვეულწილად და აგეხსნით რატომ, ხო, რუსეთი ბოლო პერიოდში ძალიან ნერვიულობს, არა მხოლოდ იმაზე, რომ უკრაინამ ფაქტობრივად რუსეთის გულში შეაღწია უკვე, ხო? ანუ რუსეთის გულში გადაიტანა ფრონტის ხაზი, არამედ იმიტომ, რომ რეგიონში, სამხრეთ კავკასიურ რეგიონში კონიუნქტურა სერიოზულად იცვლება, რუსეთს ხელიდან გამოეცალა ფაქტობრივად სომხეთი და აზერბაიჯანიც ძალიან პრინციპულ ეს პოლიტიკას ატარებს, ამასაც ჩვენ ხედავთ. საქართველოს ყველაზე ესე რომ ვთქვათ, კარგად ყავს მოთვინიერებული და ფაქტობრივად ეხა ესეთი ხიდების დაწვის პროცესის იძულება მიდის, რომ აი ხიდები საბოლოოდ დააწვევინოს ჩვენ ხელისუფლებას, რომ ბიძინამ ემანდ და არ იფიქროს გადაგდება რაღაც ეტაპზე, რაზეც ბოლო პერიოდში ფიქრობდა, ხო, რაღაც მანევრებს ასრულებდა და ეს გზა უნდა მოჭრას და ყველაფერი ამოქმედა. თითქოს მაისი უნდა ყოფილიყო მაგალითად თუ ევროკავშირთან არა შეერთებულ შტატებთან გადატვირთვის თვე, ჯერ 10 დღე არის დარჩენილი, მაგრამ ამ მიმართულებით ელოდებით თუ არა რაიმე. არა, ეხა კობახიძის განცხადება იმას ნიშნავს, რომ არ უნდა ველოდოთ, იმიტომ რომ ეხა ეს ხელისუფლება გასაგებია, რომ იქ ბრიყვებით არის სავსე, მაგრამ ეხა ერთი-ორი ჭკვიანი ადამიანი ხო არის, ხო და ყველა კარგად ხვდება, რომ დასავლეთი რაც არ უნდა შიგა პრობლემები კონდეს, საერთოდ აღარ არის ევროატლანტიკა ასე ერთიანი სივრცე ერთიანი არ არის ამერიკა და ევროკავშირი ვთქვათ. კი, მაგრამ ფასეულობათა ფასეულობითი ფუნდამენტი ხო ამ სამყაროს ერთი აქვს, ხო? გასაგებია ხა მეგობრებიც ხშირად ერთმანეთს ჩხუბობენ, შეიძლება არც დაელაპარაკო რაღაც პერიოდი ხელჩართული ჭუბიც კი გამართონ, მაგრამ მეგობრები მაინც მეგობრებად რჩებიან, ხო? ანუ ეს არის ოჯახი, დასავლური ოჯახი. ხო და ეს აქცენტების გაატანა, ესე რომ ვთქვათ, აი ამ დანიის მოვლენებზე ხო რაღაც ეპიზოდზე ძალიან ჩაიხვიეს ეს დანია, არ ვიცი, ეხა
არ მგონია რომ ვინმეს კოცებიდან შექსპირი წაიკითხა და იქიდან აიღო, ხო? მაინც და მაინც რომ თურმე დანიის სამეფოში. დალპა ხო, დანიის სამეფოში ჩაიხვიეს ეს თემა ძალიან ტრაგიკომიკულად მე ვიტყოდი, ხო? და ეს ნიშნის მოგებით და ნუ არ ვიცი ხა აი რა დავარქვა ამას. პაპუაშვილზე საერთოდ ლაპარაკი აღარ მინდა, ნუ ეს ადამიანი აი პირდაპირ აი რუსული ნარატივით არ ვიცი ხა ეთქობა რუსულ არხებს უყურებს იქ სალავევია ვიღაცა რაღაცა სიტყვის და მეორე დროს გამოვარდება და იგივეს იმეორებს, ხო? ყოველდღიურად ეს შეურაცხყოფა მუდმივი ერთი პერიოდი მათ ჰქონდათ ესეთი ტონი შიგნით საზოგადოებასთან სასაუბროთ რომ ელჩები ეკრიტიკებინათ და რაღაცნაირად საზოგადოებაში დაეტოვებინათ განცდა რომ ელჩები არიან ცუდები თორე თვითონ აი ახალი ელჩი რო ჩამოვა ის კარგი იქნება და დასავლეთთან დავალაგებთ ეხა უკვე გასაგებია რომ გაცდა ყველაფერს და უკვე პირდაპირ კი ბატონო კიდევ ერთი თემა მინდა შემოვიტანო ეს არის ოპოზიციის დღის წესრიგი რომელიც ეხლა დიდწილად კონცენტრირებულია ალიანსზე და ალიანსის 26 მაისისთვის მზადებაზე რა სიტყვით მათ ასევე წინაპირობები ჰქონდათ საარჩევნო რამდენად შეიძლება ან გესახებათ რომ ხელისუფლება არის ამ წინაპირობების შემსრულებელი პირველ რიგში გეტყვით რომ ნუ რა თქმა უნდა მე ვისურვებდი რომ 26 მაისის აქცია იყოს მაქსიმალურად მასშტაბური მეც ბუნებრივია ამ აქციაში მონაწილეობას მივიღებ არა აქვს მნიშვნელობა ხო ჩემ პირად დამოკიდებულებას ამ თუ სხვა პარტიებთან იცით რომ მე არა ვარ მაღალი აზრის ამ ყველაფერზე პრობლემა იმაში გახლავთ რომ ხალხის სიმრავლე ეს კარგია და ჩვენ ისეაც ვიცით რომ ეს ესე რომ ვთქვათ პროტესტი ძალიან ფართო მასშტაბიანია საქართველოში და ეს ყოველდღიურად იზრდება შეიძლება ითქვას მათ შორის აი ეს ლატენტური ქოცებით ძალიან ბევრი გადაბარგდა აი ამ კრიტიკულ სეგმენტში ხო ხო და მაგრამ პრობლემა იმაში გახლავთ რომ რაც არ უნდა დიდი არმია ყავდეს როდესაც ომში მიდიხარ ხო ეს არმია ომს ვერ მოიგებს თუ მას არ აქვს სარდლობა რომელიც განსაზღვრავს სტრატეგიას ტაქტიკას და შემდეგ და სარდლობა ვინ არის ხო ესენი ეს არიან ოფიცრები რომელსაც ენდობა არმია რომლის ავტორიტეტსაც და მიყვება ამ ბრძოლაში და პრობლემა იმაში გახლავთ რომ არსებულ პოლიტიკურ კლასს, ოპოზიციურ კლასს, აი ეს პროტესტი ხო ეპიზოდურად კონსოლიდირებული. ძირითადად დათითოკაცებულია, რაც ხელისუფლების ამოცანა იყო, ანუ დაგსაქსულია გარკვეულწილად და ეს პროტესტი აი ამ ადამიანებს, რომლებიც იბრალებენ სარდლობას, მაგრამ არაფერს არ აკეთებენ იმისათვის, რომ არმია მაგიაროს ისინი ხო პატივისცემა გაჩნდეს აი ეს აქცია არის იმისთვისო რომ სახალხო ლეგიტიმაცია მივიღოთო მე ვფიქრობ რომ ამას ვერ მიიღებენ ისინი იმიტომ რომ მოცემულობა არის ესეთი რომ მათ პროტესტი არ აღიარება რო ყოფილიყო თვეები აგრძელდება ეს ყველაფერი ხო რაღაც პერიოდი იყო თუ გახსოვთ საერთოდ პოლიტიკოსებს აქციებზე არ უშვებდა ხალხი პროტესტი იმიტომ რომ ერთის მხრივ გაბრაზებულია ხელისუფალზე გასაგებია ესე რომ ვთქვათ ეს ოპოზიციურად განწყობილი ელექტორატი მაგრამ ასევე გაბრაზებულია ოპოზიციაზეც ბევრი მიზეზის გამო მე არ დავიწყებ ჩამოთვლას და ოპოზიცია მაინც და მაინც ბევრს არ აკეთებს იმისათვის რომ აღიდგინონ ეს ავტორიტეტი ნდობა დაიბრუნონ და ამ შემდეგ და ამ შემდეგ არ ჩანს ამ სამუშაოს აი რაც უნდა იყოს მათი ძირითადი სამუშაო ამ სამუშაოს ან არასრულებენ ან ძალიან უხარისხოდ ასრულებენ ხშირ შემთხვევაში და მეცაც გეტყვით ამბობენ კიდევაც აქ მოგეწონებით მაგრამ არ მოსწონვარ და კარგად იყავით ნაცვლად იმისა რომ იმუშაონ ხალხთან მათ უნდა ესმოდეთ კარგად რომ ესე რომ ვთქვათ ძალა ხო ხელისუფლება რეაგირებს მხოლოდ ძალაზე ძალა სად არის ძალა არის ხალხში ხო და თუ ხალხში და თუ ხალხის კონსოლიდაცია არ მოხდა და აღიარება პოლიტიკური კლასის ლიდერად ხო არც არაფერი არ მოხდება იგი 26 მაისსაც შევიკრიბებით და დავიშლებით ხო აქ საჭიროა ავტორიტეტის მოპოვება კი არა მარტო ძალიან კონკრეტული და რაციონალური გეგმის დასახვა არის საჭირო თუ როგორ იღებენ შედეგს სხვანაირად ეხა აი ესეთი ზემოლოდინების შექმნა 4 ოქტომბრის არ იყოს ხო ბევრი გვინახავს
გავითარებული პროვოკაციას გვინახავს, რომელმაც საბოლოო ჯამში ხელისუფლებას დამატებითი არგუმენტი მისცა ნაცვლად იმისა, რომ რაიმე პრობლემები შეექმნა. კი ბატონო, არჩევნებთან დაკავშირებულ პოზიციაზე რა სიტყვით ზურაბიშვილი ვახსენე, რომელმაც თქვა, რომ 26 მაისს ბევრი ხალხი უნდა გამოვიდეს, მე სიტყვით გამოვალ თუ არა, არ აქვს მნიშვნელობა, არ შეიძლება რუსთაველი დავთმოთ და კიდევ მისი მეორე ფრაზა არის ასეთი, ბოიკოტი არ შეიძლება, არანაირი ბოიკოტი აღარ შეიძლება, იმიტომ რომ სხვა გზა არ არსებობს და უნდა მოკლედ დავანიშნინოთ არჩევნები, ვიბრძოლოთ, თქვათ, ხმები ემიგრანტების და ასე შემდეგ, მაგრამ ბოიკოტი არ შეიძლება, ეს არის მისი ნუ კარგია, რომ ეხლა ამას ამბობს, მაგრამ იყო მომენტი, როდესაც აი ესეთი, შეიძლება არც თუ ისე დიდი, მაგრამ შანსი იყო, რომ თუნდაც აი ესე რომ ვთქვათ, პლაცდარმი შექმნილიყო თბილისში და ამის ყველა კოზირი საზოგადოებას ხელში ეჭირა, მაგრამ სალომე ზურაბიშვილმა თქვათ, კარგი როლი არ ითამაშა იმ პროცესში, ჩვენ გვახსოვს. 25-ის არჩევნების წინა პერიოდს გულისხმობთ. იმიტომ რომ თბილისში რომ პლაცდარმი შექმნილიყო, ამის წინა პირობები რომ შექმნილიყო და სერიოზული ბრძოლა ყოველ შემთხვევაში გამართულიყო, დღეს ჩვენ ბევრად უფრო წინ ვიქნებოდით, მოგეხსენებათ თბილისის მერი თავისი ლეგიტიმაციის ხარისხით პირველი ადამიანია საქართველოში, ხო? პირდაპირ წესით არჩეული თითქმის ერთადერთი ფიგურაა, იმიტომ რომ პრემიერს პირდაპირ წესით არ ირჩევენ, პრეზიდენტს არ ირჩევენ, ერთადერთია, დიახ. ხო, თუმცა მე არ ვამბობ, რომ ეხლა ჩვენ მუდმივად ნიშნის მოგებით ვიღაცას რაღაცები უნდა გავუხსენოთ, კარგია, რომ სალომე ზურაბიშვილი დღეს ამაზრზეა, მაგრამ არ არის ცუდი გახსენება იმისთვის, რომ ადამიანებმა საკუთარ სიტყვას მეტი პასუხისმგებლობა და წონა მისცენ. რაც ყველაფერს თუ გავატარებთ და არ გავიხსენებთ, მეტად უპასუხისმგებლო იქნება ეს სივრცე. ხო და რა ვიცი, აბა რა გითხრათ, ხო, რაც შეეხება არჩევნებს, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ხელისუფლება რო წავიდეს დათმობებზე, საჭიროა ძალის დემონსტრირება, ძალა არის ხალხში, მაგრამ ხალხს აგრეთვე ჭირდება ლიდერი, სარდალი, რომელიც მათ წინ გაუძღვება და მოახდენს ძალის დემონსტრირებას, არა ფიზიკური ძალის, ხო, არამედ ძალის დემონსტრირებას და ამ შემთხვევაში ხელისუფლება ხდალი ხელისუფლება პირდაპირ გეტყვით, რა თქმა უნდა, გარკვეულ კომპრომისებზე წავა. მაგრამ მე თვითონ სკეპტიკურად ვუყურებ, რომ ალიანსი ამას მოახერხებს. კი ბატონო, მადლობა. გია ხუხაშვილი პასუხობდა ჩვენ კითხვებს. დღეს პირდაპირ ეთერში მუშაობა დავასრულეთ, ხვალ შევხვდებით ერთმანეთს.